ქართული კლუბების მზადება მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ. რას ამბობს თემურ კეცბაია და გორის დილას მთავარი მწვრთნელი. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. რამდენიმე საათში ქართული კლუბები UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრებს გამართავენ. პირველი შეხვედრა საღამოს 8 საათზე იწყება, სადაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ტორპედო ზირას უმასპინძლებს და სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება. რა თქმა უნდა, მაშინ გულშემატკივრის მხარდაჭერას დიდი როლი აქვს და მოგიწოდებთ ყველას, რომ ვისაც შეგიძლიათ დაესწარით ამ შეხვედრას და დაეხმარეთ ტორპედოს პატარა სასწაულის მოხდენა. რაც შეეხება შემდეგ მატჩს, საღამოს 9 საათზე ევროტურნირებზე თავის შეხვედრას ჩაატარებს თბილისის დინამო, რომელიც მონდორფს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქართული კლუბის სასარგებლოდ 2-1 დამთავრდა. მიუხედავად ერთბურთიანი უპირატესობისა, გადამწყვეტი შეხვედრა აქ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და გულშემატკივრის დასწრებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრამდე მედიის კითხვებს თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თემურ კეცბაიამ მოპასუხა. მის მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დინამოს თამაში ყოველთვის ეხება მთელ საქართველოს. რა თქმა უნდა, ახლა ეს თბილისის გუნდია, მაგრამ მაინც ის არის, რომ თბილისის დინამო ყოველთვის ყველას ეკუთვნის მთელ საქართველოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ შეიძლება იქ გასული თამაში მოვიგეთ, ვეცდებით ყველანაირად, რომ მაქსიმალური მობილიზებულები ვიყოთ ხვალინდელ თამაშზე. მინდა რომ მოვიგოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, იმედია რომ ხალხი მოვა. იმიტომ რომ ფეხბურთი უგულშემატკივროდ არ წარმომიდგენია. ახალი ფეხბურთელებიც ვინც მოვიდნენ, პრინციპში თავი გამოიჩინეს ამ ბოლო თამაშებში, საქართველოს პირველობა და ევროპულ თამაშებზე. იმედია რომ კიდო გაძლიერდება გუნდი, სხვა ფეხბურთელებიც მოვლენ და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიც არის რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ ტურნირზე რა. სამწუხაროა, იმიტომ რომ მაინც დინამო არენა, მაინც ჩვენი სტადიონია, ჩვენი მინდორია, ძალიან კარგი სათამაშო მინდორი იყო. იმედია რომ ამაზე უკეთესი იქნება მომავალში, მაგრამ ჩვენც არ ვიცით როდის იქნება იძახიან რომ შეიძლება ალბათ სექტემბრამდე იქ თამაში არ გქონდეს. რა თქმა უნდა, გვერდში უნდა რომ დინამოს სტადიონზე ყოფილიყო თამაში, მაგრამ ესე მოხდა რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ესე მოხდა და დაველოდებით რა. იმედია რომ დინამოზე მოგვიწევს ევროპის თამაშები რა. არიან ისეთი ფეხბურთელები, კონტინენტის გამოცდილი ფეხბურთელები ყავს გუნდში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც ბევრია, ეს გვახარებს, შეიძლება ესე ითქვას. პირველ გუნდთან რომ ვარჯიშობენ, არ ამგონია რომ ფეხბურთელები ყავს ისეთები, რომელსაც უკვე გონია რომ გავედით მომავალ ეტაპზე, კი კაი ანგარიშით დავბრუნდით ლუქსემბურგიდან, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აქაც ჩვენი გულშემატკივრები წინ კარგად ვითამაშოთ და თამაში მოვიგოთ რა. დანარჩენი აბა ახლა ხვალე ვარჯიშზე გამოჩნდება ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ დავაფასოთ მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ აი ესე დროს, როცა ესე თამაშები არის, ყოველთვის საფრთხე მომენტები არის და ჩვენ არ გვინდა რომ ამ საფრთხე იმის მსხვერპლი ვიყოთ, ესე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ხვალე გამოვნი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თამაში მოვიგოთ რა. კანკავა ხარაიშვილი უგრეხეძეც ჯერ კიდევ არ არის დონეზე რა დონეზეც ჩვენ გვინდა და თვითონაც არ ამგონია რომ მზად არის იმისათვის ესე თამაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ გუნდთან ერთად არის უკვე 2 დღე ვარჯიშობს და იმედია რომ ხვალ თამაშს მოვიგებ და უკვე მომავალი თამაშებისთვის უკვე გუნდთან ერთად იქნება, მზად იქნება იმისათვის რომ ითამაშოს და რა ვიცი ვინც კიდო გვაკლია გუნდს, ალბათ ისინიც ცოტა ხანში უკვე ჩადგებიან წყობაში და უკვე მიიღებენ ვარჯიშებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელი გვინდა ვინც ჩვენთან გუნდში არის, რაც უფრო მეტი
არჩევანი გვექნება ჩვენ მცდელთა შტაბს, უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ყავდეს იმისათვის რომ იმიტომ რომ ბევრი თამაშები მოგვიწევს, პრინციპში კარგი არის რომ ამ თვეში თამაშები არ გვიწევს საქართველოს პირველობის ეს ერთი მხრივ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სათანადოდ მოემზადოთ ამ ევროპულ თამაშებზე, მაგრამ მე შემდეგში უკვე იწყება თამაშები მოგვიწევს ალბათ ყოველ მესამე მეოთხე დღეს თამაში, ამიტომ ყველა გვინდა რომ დაბრუნდეს და დაიწყოს გუნდთან ერთად ვარჯიში. არ არის ადვილი თამაშები, ჩვენ ბევრჯერ გველაპარაკია რომ უფრო უკეთესი იქნებოდა რომ ჩვენი ჩემპიონატი უფრო ძლიერი ყოფილიყო ვიდრე ამ სიტუაციაში არის დღეს ახლა. ნუ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს ახლა სხვა კლუბებიც რაც შეიძლება ბევრი ახალი კვალიფიცირებული ფეხბურთელი ჩამოიყვანოს და გააძლიეროს გუნდი რა. ნუ ეს უკვე კარგი არის ჩემპიონატისთვის და ნუ ახლა პრინციპში აქამდე პრინციპში გვიწევდა ყოველ მესამე დღეს მეოთხე დღეს თამაში, შეიძლება ეს რაღაცა რიტმიდან ამოვარდნილი არის რომელიმე გუნდი, რომელიც ამ ევროპაზე თამაშობს, მაგრამ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბურთალო გავიდა მომავალ ეტაპზე, ულოცავ საბურთალოს, იმიტომ რომ ეს არა მარტო საბურთალოს, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაც არის და რაც უფრო მეც თამაშებს ვითამაშებ ჩვენ ევროპაში, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგი იქნება. ახლა ალბათ რაღაცა დაბნებულობა იყო თამაშის ბოლოს, მაგრამ რაც თავარი არის რომ გუნდმა ორი თამაში ჯამში გაიარა ეს ეტაპი და იმედი მაქვს რომ ჩვენც ესე ვიზამთ რა ხვალე თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ხვალეს თამაში მოვიგოთ რა. ნუ რაც შეეხება იოროს არ იყო ფინანსური პრობლემა მანდ არ იყო, იმიტომ რომ ბასაქსექის ეკუთვნის და გუნდმა დაიწყო მოსაძებნელი პერიოდი და რომ დაინახეს რომ კარგად თამაშობდა, მიიწვიეს რომ მაგათთან ერთად ჩაეტარებინა მოსამზადებელი პერიოდი. ნუ ალბათ ამ იმის მერე გადაწდება, ნუ დარჩება გუნდში თუ არა და თუ დაბრუნდება, რა თქმა უნდა ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მაგრამ დროისთვის ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვით. რაც შეეხება გაძლიერებას, კი, ჩვენ ვცდილობთ კიდევ მეტი ფეხბურთელი მოვიყვანოთ ყველა პოზიციაზე. თუ დავიმატებთ ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგი იქნება, იმიტომ რომ ჭირდება ეს იცის გუნდის ხელმძღვანელობამაც, ისინი ჩვენ გვერდით არიან, ვცდილობთ ყველანაირად რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი დავიმატოთ იმისათვის, რომ უფრო უკეთესი გახდეს ჩვენი გუნდი რა. ახლა მათეს მე მოსვლამდე ვიცნობდი, ჩვენთანაც უთამაშია ისე რომ შემეძლია ვთქვა რომ აი ჩვენი მოსვლის მერე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და შემეძლია ვთქვა რომ ზოგზე ატარა გუნდი აქამდე რა. ისუსაც ძალიან ვაყოფილები ვარ ჩვენს, თვითონაც კარგად ვზნობ თავს, კაი ბიჭია, გუნდში მაგის ყოფნა ძალიან დიდ დროს თამაშობს და იმედია რომ გააგრძელებს აქვე მას ასე გუნდის დახმარებას, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ფეხბურთელი ვჭირდება. ნუ მათემ რა თქმა უნდა ყველას დაანახა რომ წნოვანებას არ აქვს მნიშვნელობა იმას აქვს რომ გამოხვიდა მინდორზე და წენი საქმე გააკეთო და ჯერჯერობით როგორც დაგვანახა ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს. მარტო კვარა და ციკოლი არ არის, ჩვენ ყავს ერთი 7-8 ახალ არა, ნუ კი, გეთანხმებით. მეც მაგაზის ვარ, რომ უკვე 19 წლის ფეხბურთელმა ეს საქართველოს პირველობა უნდა ითამაშოს რა, თუ გინდა რომ რაღაცა პროგრესი ქონდეს და სადმე წახვიდე და ითამაშო, იმიტომ რომ ჩემის აზრით ეს ჩემპიონატი საერთოდ იმის მაგივრად რომ უმეტესობა გუნდებს ეს კონდეთ გათვლილი რომ ვიღაც ახალგაზრდებს მიცენ და სადმე წავიდნენ და აქედან ფული იშოვონ და რაღაცა უფრო მეტ აქცენტი კეთდება ისეთ ფეხბურთელებზე რომლებიც უკვე ახლოს არიან საფეხბურთო კარიერის დამთავრების და ნუ ეს ბიჭები ახლა უყურებ მე ახლა ჩვენთან არიან უკვე თითქმის ერთი თვეა ეს ბიჭები და ყოველ ვარჯიშზე ეტყობა რომ უფრო პროგრესს ვხედავ და ეს მისასალმებელია. ნუ პრინციპში ერთია იქ ხელოვნურ იმაზე თამაში და ვარჯიში და მეორე არის აქ მინდორზე, იმიტომ რომ ეხლა უკვე ამათ ჭირდებათ რომ უკვე მინდორზე ივარჯიშონ და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ეს ბიჭები იქიდან წამოვიყვანეთ. ნუ რა თქმა უნდა იქ თამაშები რო იქნება ალბათ იმ თამაშებსაც ითამაშებენ, ვინც ჩვენთან არ იქნებიან.
მაგრამ მე მგონი რომ ამ ბიჭებს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ვფიქრობ რომ ცოტა ხანში ესენი თავის საქმეს სიტყვას იტყვიან რა. კი, გეთახმებით რომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ თუ ერთ ფეხბურთელს ჩავთვლით იორო, რომელიც განათხოვებით იყო ჩვენთან და თავის გუნდში დაბრუნდა, დანარჩენები ახლა ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ არ შეეძლოს იმდენი გაეკეთებინათ გუნდისთვის, რასაც ჩვენ ვითხოვდით და ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი, ეს ფეხბურთელები გავუშვით და მოვიყვანეთ ჩვენი აკადემიიდან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც უფრო მეტი მომავალი აქვს და უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და ესენი ამას ამტკიცებენ ყოველ ვარჯიშზე. Ну, რაც შეიძლება ახლა მომავალი ეტაპი მე არ მიყვარს ლაპარაკი, სანამ ახლა თამაში არ დამთავრდება და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და მომავალ ეტაპზე გავოდ და მე ალბათ უკვე მომავალ თამაშზე ვილაპარაკებ და გითხარით რომ კი მუშაობთ იმისათვის რომ კიდევ სხვა ფეხბურთელები დავიმატოთ ყველა პოზიციაზე თუ იქნება ეს იმიტომ რომ თანაც ახლა ვინ ფეხბურთელს რომ მოვიყვან ჩვენ ხო უმეტესობა ფეხბურთელები უკვე თითქმის ერთი თვეა ჩემპიონატს არ თამაშობენ რა იმათ გინდა არ გინდა მაინც დაჭირდება ერთი 10 დღე ერთი 2 კვირა და ხმეთ ფოქნას ერთი თვეს დაჭირდება ოღონდ იქამდე თუ ვითამაშებ კიდევ ევროპული თამაშებს ეგ არ არის პრობლემა გამოვნახავთ როგორმე იმას რა ქვია ესეთი შეკითხვა მექნება მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ გისაუბრიათ ამ პრობლემაზე და ამ საკითხზე ტელევიზიებს გულისხმობ და გაშუქებას წინა პირველი თამაშის გაშუქება არ მოხდა ქართული ტელევიზიით და გულშემატკივრის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით. გენ რომ კიდევ ერთხელ გითხრათ, ამდენად მნიშვნელოვანია ქართული ტელევიზიის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში და ასევე არსებობს გულშემატკივარში ესეთი მოსაზრება, ბევრი კომენტარი დაიწერა, რომ ტელევიზიები აქეთ თხოვენ, ესე ვთქვათ, ქართულ კლუბებს ფულს იმისთვის, რომ მოხდეს თამაშის ტრანსლება. თუ გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია? ნუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია მაგ თემაზე. მე ბევრჯერ მილაპარაკია, რომ დღევანდელი ფეხბურთის რა ქვია მას გუნდების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დამოკიდებული არის ტელევიზიაზე და გულშემატკივრებზე რა. სამწუხაროდ ეს ორი ძალიან დიდი რა ქვია იმას დახმარება გუნდის ამ ჩვენ ქვეყანაში არ მუშაობს, იმიტომ რომ ფეხბურთს არ ვანახებთ ტელევიზიით და ხალხის ნაკლები მოდის. იმედია რომ როგორც გითხარით წინაც რომ იმედია რომ ხალხი მოვა ეს ევროპის თამაში არის, კი თამაში მოვიგეთ, გვინდა მაინც გულშემატკივარი მოვიდეს, იმედი მაქვს მე რომ გულშემატკივარი მოვა, როგორც ბოლო თამაში დინამო არენაზე რომ ვითამაშდა 7000 კაცი იყო ტრიბუნაზე, იმედია უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა ხვალ და დაგვეხმარება იმისათვის რომ თამაში მოვიგოთ. ნუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ რა ვქნა, ამ ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ უჩვენიათ ქართულ ტელევიზიებს თურქული და ბრაზილიური სერიალები ანახონ და არა ის რომ აი ჩვენი გუნდი აი ევროპის ტურნირებზე იღებს მონაწილეობას და ნუ საერთოდ სპორტი არ შუქი წინათ იყო ახალ ამბებს რომ იძახოდნენ, მე ახალ ამბების ბოლოს სპორტზეც რაღაცას იძახოდნენ, მაგრამ საერთოდ ახლა რომ უყურებ მარტო პოლიტიკაზეა ტელევიზიებში ლაპარაკი და ფეხბურთი არავის არ აინტერესებს და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ მე გარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს უყვარს ფეხბურთი და ეს დაანახა, როცა საქართველოს ნაკრებმა ესე კარგად ჩაიარა, შეიძლება ჩაატარა ეს ევრო ტურნირზე რო ვიყავით და იგი დავინახეთ, როგორც გვიყვარს ფეხბურთი, ამდენი ხალხი გერმანიაში სტადიონზე 20-30000 გულშემატკივარი აქ არ მინახია, კი არა, საოგარეთ კი არა, ნუ და მაგრამ რა ვქნათ, ვიძახით ლაპარაკობს, მაგრამ ეს არანაირი წინსვლა ამ თემებზე არ არის, ასე რომ სამწუხაროა რა. თბილისის დინამოს შემდეგ საღამოს 11 საათზე გორის დილას სტუმრად ვირტუს დაუპირისპირდება და გორში მოპოვებული უპირატესობის გაუმჯობესება შეეცდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქართული კლუბის სასარგებლოდ 3-1 დამთავრდა. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა დიამანტის ვავალისმა. ამ ეტაპზე ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული მგზავრობა გამოვიარეთ, გუნდში ყველა პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლო დღეებში ფეხბურთელებმა კარგად ივარჯიშეს და ვფიქრობ, წინ რთული ბრძოლა გველოდება.
გრძელდება. იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივახცევთ. მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. შეხვედრისთვის მზადება ჯერ კიდევ გორში დავიწყეთ. განსაკუთრებული ყურადღება იმ დეტალებზე გავამახვილეთ, რომელიც ამ შეხვედრაში დაგვჭირდება. რთული მგზავრობის გამო სავარჯიშო დრო შეზღუდული ჰქონდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, რა სათამაშო გეგმას უნდა მიყვნენ. ჩვენთვის ეს შეხვედრა ნულიდან იწყება. ჩემი აზრით შანსები 50-50-ია. ვირტუსმა ბოლო წლებში ევროტურნირებზე თავისი შედეგებით დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი ბრძოლის უნარიანი გუნდია. აქ ჩამოვედით ისე, რომ პირველი შეხვედრის შედეგზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენთვის ეს სრულიად ახალი თამაშია. აქ მხოლოდ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ვირტუსი ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე, სადაც გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ შეხვედრებში. გორელ გულშემატკივარს კი ვპირდებით, რომ ჩვენ პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ შეხვედრის სასურველი შედეგის მისაღწევად. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს კონფერენს ლიგაზე. და აქვე, თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრები? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოვიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.